მოცემული გვაქვს ფუნქცია y-უდრის x კვადრატს მინუს 4x პლუს 3. ჩვენ დავალება ავაგოთ ამ ფუნქციის გრაფიკი მარტივად და მე შეიძლება ვისაუბროთ ზოგადობისა და კლებადობის შუალედებზეც. ჯერ ზოგადად ერთი-ორი სიტყვით რა არის ფუნქცია, ხო? ფუნქცია ეს არის რაღაცა მათემატიკური დამოკიდებულება ორ ცვლად შორის. ამ შემთხვევაში y დამოკიდებულია x-ზე, ამიტომაც ქვია x განსაზღვრის არე, ხოლო y-ს ნიშნულობათა სიმრავლე ჩვენ გვხვდება ხოლმე ფუნქცია, ანუ ფუნქცია უფრო ხშირად, ზოგადად ასე მოიცემა, თუმცა უფრო სრულყოფილად რო ჩავწეროთ, უფრო გასაგებად. ვწერთ fx-ით. fx-ი უდრის x კვადრატს მინუს 4x პლუს 3. აქ უკვე ნათლად ჩანს, რომ ფუნქცია x-ზეა დამოკიდებული, ხო? თუ მაგალითად x-ის ნაცვლად ჩავსვავთ 2-ს, მაშინ ყველგან x-ის ნაცვლად ჩაიწერება უბრალოდ 2, ხო? 2-ის კვადრატს მინუს 4-ჯერ 2 პლუს 3 და რაღაცა გარკვეულ მნიშვნელობას მივიღებთ, ხო? ამ შემთხვევაში მინუს 1 მქონი. ფუნქცია არის რაღაცა ზუსტად შეგვიძლია ანალოგია გავაკეთოთ, აი თვითონ სიტყვა ფუნქციასთან, რაც ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში, რასაც ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ, რაღაცა დანიშნულება რა არის, ხო? აი ამ ჩვენი f-ის დანიშნულება ფუნქცია არის, რომ აი რაღაცა რიცხვს, რასაც მას მივაწვდით, გავუკეთოს აი ესეთი რაღაცა ოპერაციები, ხო? აიყვანოს კვადრატში, გამრავლოს 4-ზე და გამოვაკლოს მერე, ანუ გამოვაკლოს 4-ზე გამრავლებული და დავუმატოს 3. ესაა მისი ფუნქცია. მე რას არ უნდა მივაწოდო? f-ს, აი 0-ს თუ მივაწვდი, რა უნდა უქნას, ხო? აი აქ ჩანს, ხო, რაც უნდა გავუკეთოს, ასე უხეშად ვთქვათ. კვადრატში უნდა აიყვანოს ჯერ, ანუ 0 კვადრატში, მერე მაგას უნდა გამოვაკლოს 4-ზე გამრავლებული, ხო, ანუ გაოთხმაგებული 4-ჯერ 0 და უნდა დავუმატოს უბრალოდ 3. ხო? და რას მივიღოთ 0-ის კვადრატი? 0 მინუს 4-ჯერ 0 და უბრალოდ 3 დარჩება, ხო? ესაა მარტივად რო ვთქვათ ფუნქცია, აქ ჩანს, რომ x-ზე დამოკიდებული არის ეს ფუნქცია, თუმცა სიმარტივისთვის უბრალოდ y-ს ვიყენებთ ხოლმე, y-ი ამ შემთხვევაში y-ით შეცვლილია fx-ი. ახლა უფრო ცლად ვისაუბროთ ამ ფუნქციებზე და ამ შემთხვევაში მე მინდა ვისაუბრო ფუნქციის გრაფიკზე. მოკლედ, ავაგოთ დეკარტის მართკუთხა კოორდინატთა სისტემა. აი სადღაც აი აქ. ნამაზადაც შეგვიძლია პრინციპში. აი ესე. და ეს. ესეთი რაღაცა კოორდინატთა სისტემა ავაგოთ. x-ი და y-ი ღერძები, ხო? შეგვიძლია დავაწეროთ კიდეც. მოკლედ. ჩვენ ვიცით, რომ კვადრატული ფუნქციის გრაფიკი არის პარაბოლა და ეს ნამდვილად ჩვენი გამოსახულება ნამდვილად არის კვადრატული ფუნქცია. ფუნქციის ხარისხის დასახელება ზოგადად ხდება მისი მასში შემავალი უმაღლესი, ანუ ყველაზე მაღალი ხარისხის მიხედვით, ხო? არ აქვს მნიშვნელობა თანამდებობას y უდრის -4x პლუს x კვადრატი პლუს 3-იც რო იყოს, ხო? ეს იქნებოდა კვადრატული ფუნქცია, იმიტომ რომ მასში შემავალი ყველაზე დიდი ხარისხი არის 2, ანუ კვადრატი. იქნება კვადრატული ფუნქცია, აქ სადღაც კუბი რო ჩანდეს კუბური ფუნქცია და ასე შემდეგ, ხო? მეოთხე ხარისხის ფუნქცია, მეხუთე ხარისხის ფუნქცია, ეს უკვე აღარ ხდება ხოლმე როგორც წესი. კვადრატული და კუბური ფუნქციებით შემოვიფარგლებით სასმდა, მეოთხე ხარისხის ფუნქციაც გვაქვს ხოლმე, კვადრატულ განტოლებას ხსნით. ხო, ის უფრო განტოლება და არა ფუნქცია პრინციპში. ხო, აქ ვეწერა x კვადრატი. x კვადრატი. ეხლა ვნახოთ. ესე იგი, ვიცით, რომ კვადრატული ფუნქცია, რომლის ზოგადი სახე არის, ესე იგი, ax კვადრატს, ესეც გავიხსენოთ, პლუს bx პლუს c, სადაც c თავისუფალი კომპონენტია, ჩვენ შემთხვევაში 3, b არის, x-თან მდგარი კოეფიციენტი და ax კვადრატი, ხო?
ფუნქციის გრაფიკი არის პარაბოლა. აი ამ გამოსახულებას ეწოდება პარაბოლა, რომელიც სიმეტრიული არის აი ამ ღერძის მიმართ, ხო? ნუ ყველაფერს აი ნახავთ და ბოლოში გავალთ, ხო, ამ მოხსნას. ესე იგი, ძალიან ესე ჩარჩოში რომ მოვაქციოთ, გვინდა რა, ანუ კვადრატული ფუნქციის გრაფიკი, რომელიც პარაბოლაა, ხასიათდება ნუ სიმეტრიულობით, ხო? ანუ მარტივად შეიძლება მისი მოძებნა თუ აგება, ხო? იმიტომ რომ აი თუ ვიცით მაგალითად რა ხდება აქეთ, ნუ მაშინ აქეთაც იგივე რო ხდება ეს ვიცით, ხო? და რაღაცა ეგეთი მარტივი მიგნებები რო გავაკეთოთ, ჩვენ ძალიან მარტივად ავაგებთ ფუნქციის გრაფიკს, ხო? ეს არ არის რაღაცა ისეთი რომ ჩვენ მოგვიწიოს რაღაცა 20-30 წერტილის მოძებნა, ხო? ჩვენ შეგვიძლია ეგრეც ავაგოთ ფუნქციის გრაფიკი, თუ უბრალოდ წერტილებს ვიპოვოთ, ხო? თქვათ დაგვავიწყდა გრაფიკის აგების ეს ალგორითმი, რომელზეც დღეს ვისაუბრებ. ხო, ჩვენ ძალიან მარტივად შეგვიძლია x-ები და y-ები, x-y წყვილები განვიხილოთ, ხო? რადგან x-ია დამოკიდებული, მაგალითად x ავიღებთ 0-ს, მაშინ ჩავსვავ 0-ს და y-ს მივიღებთ 3-ს, მერე x ავიღებთ 1-ს და y-ს მივიღებთ რამდენს 0-ს და ასე შემდეგ გავაგზავნებთ ამ წერტილებს, ამ წყვილს, ხო, წერტილთა წყვილს ავიღებთ და საბოლოო ჯამში ავაგებთ ფუნქციის გრაფიკს. მაგრამ რა პრობლემა არის აქ და რატო არ გამოგვადგება ამის მხოლოდ ამის ცოდნა და ამის გამოყენება. აი მე მაგალითად ავიღე აი ორი წყვილი ვიპოვე, აი ეს ორი. ნუ ისე. მერე აი კიდევ ცადე და აქ ვიპოვე რაღაც. ხო, მერე ნუ აი აქ ვიპოვე, კარგი, ხო? აქაც ვიპოვე. და ასე ვაგრძელებ, ხო? რაღაცა აქეთ შორს წავედი და ქვემოთ მიდის ეს ჩვენი გრაფიკი. ხო, ანუ რამდენი წერტილი რა უნდა მოვსინჯოთ, ხო? სადღაც ჩვენ გვინდა მივაგნოთ ისეთ წერტილს, საიდანაც უკვე გრაფიკი ზემოთ უხეშად რო ვთქვათ, ხო, ზემოთ დაიწყებს წასვლას. თუ ამ წერტილს ვიპოვნით, მაშინ ნუ უკვე ვიცით, რომ რასაც აქეთ გავაკეთებ, იქითაც იგივე უნდა ნუ გავაკეთოთ, ხო? აბსოლუტურად მისი სიმეტრიული. თუმცა ხშირ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ხოლმე ისე, რომ აი ეს წერტილი ბოლოში, სადაც ჩავდივართ, ხო? უკვე რა აი ზევით დაიწყოს, ამ არ აქვს მნიშვნელობა, ხო, შეიძლება პირიქით იყოს, ასე იყოს, ხო? და აი აქ რომ მიაგნოთ ჩვენ, ნუ მაქსიმუმის და მინიმუმის წერტილებს ვეძახით ჩვენ ამას, ხო? ზოგჯერ ეს ძალიან რთულია. ამიტომ ჩვენ გვაქვს რაღაცა ჩვენ შეგვიძლია რაღაცა ჭკვიანური ნაბიჯების გადადგმა, იმისთვის რომ ფუნქციის გრაფიკი ავაგოთ ძალიან მარტივად. ამისთვის მოდით რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალს დავაკვირდით. მაგალითად, ჩვენ ვიცით დისკრიმინანტის დათვლა, ანუ უბრალოდ ვთქვათ, უფრო მარტივად. როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი ფუნქციის გრაფიკი, ხო? ის რაღაც პირობებს მაინც აკმაყოფილებს. ერთი არის, რომ სადღაც ან უნდა კვეთდეს ანუ ჩვენი გრაფიკი უნდა კვეთდეს ერთ წერტილში, ორ წერტილში შეიძლება კვეთდეს x ღერც, შეიძლება ერთ წერტილში კვეთდეს და შეიძლება საერთოდ არ კვეთდეს, ხო, რაღაც ეგეთი იყოს. ამიტომ პირველ რიგში ჩვენ შეგვიძლია რომ უბრალოდ გადაკვეთის წერტილები მოვძებნოთ x ღერძის, ხო, ჯერ. ნუ მე y-ზე შეგვიძლია ვისაუბროთ. ანუ რისი თქმა მინდა, ხო? მე თუ x-თან გადაკვეთის წერტილს ვიპოვნი, აი მაგალითად ამ წერტილის ვიპოვე, ხო? და ეს წერტილი, ხო? ეს უკვე ძალიან კარგ რაღაცას მაძლევს, რომ აი აქ უნდა გაიაროს, ნუ აქ არ ვიცი სამდე ჩავა, მაგრამ მე აი აქ უნდა ამოვიდეს, ხო? და ეს დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ან თუ არსად არ კვეთს, ხო? თქვათ, აი რასაც ჩვენ დისკრიმინანტით დავიწყეთ, ხო? უკვე ვიცით. მაგ შემთხვევაში მივხვდებით, რომ აი სადღაც ზევით არის, ხო? ნუ გააჩნია კიდე რაღაცა დეტალებს, ხო? მაგრამ თუ ვიცით რომ არ კვეთს, მაშინ სადღაც აი აქ უნდა იყოს, ხო? ან შეიძლება აქეთ იყოს, ან თუ უარყოფითი არის კოეფიციენტი, აი ასე, ხო? თუმცა არ უნდა კვეთდეს. ანუ პირველ რიგში აუცილებლად ვიპოვოთ ხოლმე გადაკვეთის წერტილები. რას ნიშნავს გადაკვეთის წერტილი? ხო, აი რო ჩავუღრმავდეთ. ახლა გადაკვეთის წერტილი არის წერტილი, აი მოდი მოვნიშნოთ აბა რაღაც წერტილი. აი ეს წერტილი მაგალითად, ხო?
რა წერტილია ეს და როგორ ვიპოვოთ? ანუ რა ახასიათებს ამ წერტილს, ხო? ნებისმიერი წერტილი და რა აქვს საერთო, ხო? მე ხო არ ვიცი სად იქნება გადაკვეთის წერტილი. ნებისმიერ შემთხვევაში, აი აქ ხო მაგალითად ეს იყოს 4, ხო? ამ წერტილის კოორდინატი იქნება 4 0. ამ წერტილს ეს რო იყოს 1, მაგალითად აი x-ზე 1-ით ვარდნივ, 1 0, ხო? აქ -1 0. მათ საერთო რა აქვს? საერთო არ აქვს ის, რომ y ყველგან არის 0-ის ტოლი. ხო? ჩვენ თუ გვინდა x ღერთთან გადაკვეთის წერტილი ვიპოვოთ, თუ ასეთი არსებობს, მაშინ უნდა დავუშვათ, რომ y არის 0, ხო? ანუ სადაც y 0-ია, იქ იკვეთება. ხო? თუ ესეთი წერტილი არ არსებობს, სადაც y 0-ია, მაშინ x ღერთს საერთოდ აკვეთს, ხო? და ჩვენ ვიცით, რომ კვადრატულ განტოლებას აქვს 0, 1 ან 2 ამონახსნი, როცა ჩვენ ნამდვილ რიცხვებზე საუბრობთ და ის დამოკიდებულია დისკრიმინანტზე. ხო, ამას აღარ ჩაუღრმავდეთ, რატო? როცა დისკრიმინანტი 0-ის ტოლია. 1 ფესვი აქვს, ანუ 1 ამონახსნი, როცა 0-ზე მეტია 2 ამონახსნი აქვს და როცა 0-ზე ნაკლები ამონახსნი არ აქვს. ნამდვილ რიცხვებში ამონახსნი არ აქვს. ხოლო კომპლექსურ რიცხვებში აქვს ამონახსნი და ამაზე სხვა ვიდეოში უკვე ვისაუბრე. ხო, პირველ რიგში y შევცვალოთ 0-ით, ხო? ანუ y წარმოვიდგინოთ, რომ არის 0-ის ტოლი, ამიტომ 0 უნდა უდრიდეს აი ამას, ხო? ნუ ამაზად რომ ჩავწეროთ x კვადრატს -4x + 3 უდრის 0-ს. y როცა 0-ია, ჩვენ პოულობთ გადაკვეთის წერტილებს. ნახოთ აბა, ასე იგი დისკრიმინანტით ვიცით დაცვლა, დისკრიმინანტი არის b კვადრატს -4ac, b კვადრატს -4ac შეფარდებული 2a-თან. ეს უდრის. b არის ჩვენთან -4, ეს არ შეგვეშალოს, ხო? აი ჩვენთან ფორმულაში პლუსია, აქ -4 წერია, ესე იგი b -4-ია. -4-ის კვადრატს პლუს 4 ჯერ a ჩვენთან 1-ია და c არის 3. და ნუ შეფარდებული 2a-თან, ანუ 2 ჯერ 1-თან, დავწეროთ მოდი 2 ჯერ 1 2. ქვემოთ არის 2, -4-ის კვადრატი არის 16. აქ ბოდიში მინუსი უნდა იყოს და აქეთ არის 12. 16 - 12 არის b კვადრატს -4. არა. ბოდიში, ანუ ეს არ უნდა ხო? ეს არის უკვე x1 x2-ს რო პოვნა. ნუ ეს აი ეს უნდა იყოს, ხო? გამოვიდა 16 - 12 უდრის 4-ს, ხო? დისკრიმინანტი 4-ის ტოლია. ეხლა x1, რადგან დისკრიმინანტი 4-ის ტოლია, აქედან ორი ფესვი ამოდის, ხო? პლუსით და მინუსით. ამიტომ 2 ამონახსნიც არის, ხო? 2 განტოლებას აქვს 2 ამონახსნი, x1 და x2. როგორ ვიტყვით, ხო? x1 x ზოგადად ამ უდრის უკვე -b-ს პლუს მინუსთან უნდა აქ პლუსი გავაკეთოთ, აქ მინუსი პლუს ფესვი d-დან შეფარდებული 2a-თან. ეს უდრის b ხო იყო -4. მაშინ -b იქნება 4 პლუს ფესვი d-დან, ნუ ამ შემთხვევაში 2 ავიღოთ შეფარდებული 2a-თან, ანუ 2-თან უდრის 6 2-თან 3 და x2 უდრის ისე 4-ს ოღონდ მინუსით, ხო? ეხლა -2 შეფარდებული 2-თან უდრის 1-ს. 1 და 3. არა გვერიოს, ხო, რაც ხშირად ხდება ხოლმე. 1 3 კი არ არის წყვილი. ეს არის ანუ ორივე აი ამ x-ისთვის y 0-ია, არ დაგვაუწყდეს, ხო? ანუ 0-ს გავუტოლეთ თავიდანვე. ანუ განვიხილეთ ისეთი წყვილები წერტილს, სადაც y 0-ია, ხო? ამიტომ ჩვენ მივიღეთ 3 0 წერტილი და 1 0 წერტილი, ხო? ეს კარგად რომ გავიაზროთ ხოლმე. ანუ გამოდის რომ აი ამ 1 და 3 წერტილს პირდაპირ, აი აქ 1 3 წერტილს კი არ ვიღებთ. 1 0 წერტილს ვიღებთ და ნუ აი აქ დავუშვათ არის 3 0 წერტილი, ხო? ორი წერტილი ვიცით. ჩვენ ვიცით რომ ფუნქციის გრაფიკი სადღაც აი ასე უნდა გადიოდეს, ხო? აი აქ გაივლის აუცილებლად. ჩვენ ვიცით ასევე რომ წეროს თუ როგორ არის შტოები, პარაბოლას შტოები მიმართული უნდა იყოს ზევით, იმიტომ რომ a კოეფიციენტი არის დადებითი, ხო? ანუ x კვადრატი არის დადებითი. ამიტომ წეროს კოორდინატები უნდა იყოს მიმართული ზევით.
ხო, ეს უკვე კარგი ინფორმაცია გვაქვს. ეხლა აშკარად ჩანს, ხო, ეგეთი რაღაცა, რომ მე თუ ვიპოვნი აი აქ y ღერძზე სად გადაკვეთს, ხო, აი აქ თუ სად, უკვე კიდე უფრო კარგი ინფორმაცია მექნება, ხო, აი თქვა თუ აი ეს წერტილი მივიღეთ, აი ესე მოდის, და ნუ მე ვიცით რომ აქეთაც ესე მიდის, ხო? ნელ-ნელა მივდივართ უახლოვდებით საბოლოოდ გრაფიკს. ამიტომ მოდი ვეცადოთ ახლა ჩვენ რომ ვეცადოთ რომ ვიპოვოთ y-თან გადაკვეთის წერტილი. და დავაკვირდოთ ახლა y-თან გადაკვეთის წერტილის შემთხვევაში რა ხდება. რა ხდება და ხდება შემდეგი. რა წერტილშიც არ უნდა იკვეთებოდეს, ხო? სადაც არ უნდა იკვეთებოდეს. აქ უკვე მათი საერთო არის ის, რომ x-ი 0-ია, ხო? აი ამ წერტილის კოორდინატი შეიძლება იყოს მაგალითად 0,3, 0,4, 0,5 და ასე შემდეგ. x-ი ყოველთვის 0-ია, ანუ ჩვენ უნდა დავუშვათ, რომ x-ი 0-ია და ნუ რაღაცა კონკრეტულ y-ს მივიღებთ და ზუსტად ეგ იქნება ის y-ი, რაც ჩვენ გვინდა. ჩავშვათ x-ის მაგივრად 0, y-ი უდრის 0-ის კვადრატი 0-ია, ნუ წერან უკვე გავაკეთეთ ეს ხო თავიდან. 0, 0 ესეც და დარჩა უბრალოდ 3. ესე იგი, ისევ ხო, y-ი 3 მივიღეთ, x-ი 0 იყო და გამოვიდა წყვილი წერტილი კოორდინატით 0,3. ხო, აი 0 და ესეც 3 იყო, ხო, ამიტომ დაახლოებით აი აქ უნდა იყოს 0,3 წერტილი. შვენიერია, უკვე ვიცით გრაფიკი, რომ აი ესეთ ფორმას მიიღებს. ნუ აქეთაც იგივე სიზავს, ხო, ესე. იმიტომ რომ სიმეტრიული არის და დაგვრჩა რა. ახლა ჩვენ გვინდა, ნუ უნიშნულოვანესი წერტილის პოვნა, ხო? აი აქ წერტილს თუ ვიპოვი მე, ხო, სადამდე ჩამოდის, ან ამ შემთხვევაში მინიმუმ სად აღწევს, ხო? ეს წერტილი თუ ვიპოვე, მაშინ პრობლემა გადაჭრილია, ხო? აქამდე ჩამოვა და მერე ზევით წავა და უკვე გასაგებია ყველაფერი. აი ამ წერტილის საპოვნელად დიდი ვიდეო გამოდის ისედაც და უბრალოდ მე გეტყვით ფორმულებს და ამ ფორმულების მიღება საკმაოდ მარტივი არის, რატო ვიყენებთ ამ ფორმულებს, თუმცა ხო, ძალიან დიდი ვიდეო გამოდის და აღარ მინდა. ესე იგი, ფორმულა არის ესეთი, ანუ ჩვენ გვინდა უკვე წვეროს, ესე ვეძახით, ხო, წვეროს კოორდინატი. სადღაც აი ამ პარაბოლას გრაფიკს აქვს წვერო, ხო? და ამ წვეროს კოორდინატების პოვნა გვინდა. წვეროს კოორდინატები, ნუ x0-ით და y0-ით აღვნიშნოთ, ხო, დავარქვათ x0 და y0. x0 გამოითვლება მარტივი ფორმულით -p შეფარდებული 200-თან და y0 გამოითვლება ფორმულით ნუ შეიძლება ნუ მარტივად დავწეროთ -d, ანუ დისკრიმინანტი შეფარდებული 400-თან. აი ასე. ხო, x0 ზოგადადაც მარტივი საპოვნელი არის, აი მაგალითად ეს იყო 1-იანი, ხო? ეს იყო 3-იანი და გასაგებია, ხო? ანუ ნახეთ, თუ პარაბოლა სიმეტრიული არის რაღაცა კონკრეტული x ღერძის მიმართ, ხო? აი მაგალითად x-ი უდრის აი აქ რა იყოს, ხო? რაღაცა აი ესეთი რაღაცა კონკრეტული ღერძის მიმართ უნდა იყოს სიმეტრიული. ჩვენ შემთხვევაში აშკარაა, ხო? აი სადაც არ უნდა იყოს, როგორც არ უნდა რა წერტილებიც არ უნდა მეგვიყვა, ხო, გადაკვეთის. აუცილებლად მათ შუაში უნდა იყოს მათი სიმეტრიის ღერძი, ხო? ანუ ხო, 1 და 3 წერტილები, აი ამ წერტილებისთვის რო განვიხილოთ სიმეტრიის ღერძი, ხო, ის აუცილებლად უნდა იყოს მათ ზუსტად შუაში, ხო? ანუ 1 ერთეულით დაშორებული უნდა იყოს ორივე მხრიდან, ამიტომ გასაგებია, ხო? მისი კოორდინატი იქნება 2, ხო? და ეს მარტივი საპოვნელია, ხო? აი x0-ს აუცილებლად მივიღებთ, აი მოდი ცოტა მოშორებით დავდოთ 2-ს, ხო, იმიტომ რომ საშუალო უნდა იყოს აი ამ ორი რიცხვის, რაც არ უნდა იყოს, ხო? აი 1 რო აქ იყოს და მეორე აქ, მათი საშუალო იქნება ყოველთვის. ნახოთ ალბათ თუ მივიღებთ 2-ს, -b ჩვენთან b არის -4 და -b არის უკვე 4 და შეფარდებული 200-თან, ანუ 2-ჯერ 1-თან, 2-თან და ნუ მარცხნივ მივიღეთ 2. y0 ეგეთი მარტივი ზეპირად საპოვნელი ვერ არის, თუმცა აი ამ მარტივ ფორმულას გამოვიყენებთ და ვიპოვით y0-ს -d თუ გახსოვთ, აი წავშალეთ, ხო? 16 იყო
ამიტომ მინუს და იქნება მინუს 16 შეფარდებული 4-თან და უდრის მინუს 4-ს, ხო? და აი ქვევით ჩამოვიდეთ 1, ნუ დაახლოებით სადღაც აი აქ უნდა იყოს და ნუ იდეალურად გამოვიდა ყველაფერი, აი ესე მოდის. აქ წვერი თუ წვეტი არ ვიცი, არ უნდა გავუკეთოთ ხოლმე, ხო? პარაბოლა აი ცოტა არ გამომივიდა. აი ესეთი რაღაცა არის. და ზუსტად ისეთივე როგორიც იყო მეორე მხარის. აი ესეთი აქაც ნუ აი ესე არ იქცევა პარაბოლა ცოტა ესე ხო მე დახრილობა ხო რაღაცა აი ესეთი უნდა იყოს. ნუ ლამაზი არ გამოვიდა, ხო? თუმცა რაღაცა ეგეთი უნდა გამოვიდეს. აი პარაბოლა იდეაში აი ესეთი უნდა იყოს, ხო? თუმცა მე ძალიან ცუდი ნახაზი გავაკეთე. სიმართლე ვთქვათ. აი ესე მარტივად შეიძლება ფუნქციის გრაფიკის აგება, ხო? ესე იგი, მარტივი ალგორითმი რო ჩამოვაყალიბოთ. პირველ რიგში ვუშვებთ რა, ვიღებთ y უდრის 0-ს, y თუ 0 აი აქ შეხედეთ. აი აქ ნახოთ ხო, y როცა 0 არის, ესე იგი y-ის ნაცვლად თუ 0-ს შევიტანთ, ჩვეულებრივ კვადრატულ განტოლებას ვიღებთ, რომელსაც დისკრიმინანტით ხსნით და ნუ მივიღებთ ან 2, ან 1, ან არც 1. ფესვს, აი ამ ფესვებს თუ მივიღებთ, დავიტანთ საკოორდინატო სიბრტყეზე, ხო? ნუ თუ ვერ მივიღებთ, უბრალოდ ამ ეტაპს გამოვტოვებთ. მერე გადავალთ y ღერძის გადაკვეთის წერტილზე, ანუ როცა უკვე, აი რა მარტივია, ხო? y უდრის 0-ს განვიხილავთ და დისკრიმინანტს ვიყენებთ ესე მარტივად, ხო? დისკრიმინანტით. დისკრიმინანტს რო ვიყენებთ, აი ეგ ნაწილია, მერე x უდრის 0-ს მეორე ეტაპზე, ესე იგი პირველი ამას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ დავარქოთ. პირველ ეტაპზე, მეორე ეტაპზე უკვე x უდრის 0-ს და პირდაპირ ვღებულობთ რაღაცა კონკრეტულ y-ს. ხო? და მესამე ეტაპზე უკვე აი ამ ფორმულებს ვიყენებთ, ხო? აი ამას დავარქოთ უკვე მესამე ეტაპი. ხო? მესამე ეტაპზე აი ამ ორ უმარტივეს ფორმულას, ხო? მათ შორის პირველი, ნუ კიდევ უფრო მარტივი საპოვნელია, ხო? აი ნახეთ, ესეთი ეს რა იყოს, რა ქვია, კოორდინატა სისტემა. ხო, თქვათ არის აი აქ -4 და აქეთ არის 4, ხო? ნუ, კაი, 6 იყოს, მოდი. -4 და 6. თუ არის ზუსტად, ასე იგი, სიმეტრიული რადგან უნდა იყოს რაღაცა ღერძის მიმართ, მაშინ ეს წერტილებიც ხო სიმეტრიული იქნება იმ ღერძის მიმართ და რა ღერძის მიმართ არის სიმეტრიული, ხო? თანაბრად დაშორებული ღერძის მიმართ. და თუ მანძილი აქედან აქამდე არის 12, მაშინ ესენი უნდა იყოს 6-ები, ხო? 6-ები არა, ბოდიში 10 არის, ხო? ესენი უნდა იყოს 5-ები და 5-ით დაშორებული ორივედან არის წერტილი 1 კოორდინატა, ხო? ანუ 1-0 კოორდინატით. და ანუ საშუალო არითმეტიკული გამოდის ყოველთვის, ხო? ესე იგი -4-ს + 6-ი შეფარდებული 2-თან უდრის 1-ს. ესეც შეგვიძლია ხოლმე და თუ არა და ეს როგორ უნდა დაგვაუძდეს, ხო? ძალიან მარტივი მისახვედრია. უფრო ეს ფორმულა თუ დაგვაუძდა, მაშინ გამოგვადგება აი ეს მიდგომა, ხო? თუმცა ეს ორი ფორმულა უნდა ვიცოდეთ აუცილებლად. სულ ეს იყო მოკლედ ესე მარტივად და მართლა მარტივი არის შეიძლება კვადრატული ფუნქციის გრაფიკის აგება.